გაზეთი იუკიო მიშიმა კითხულობს ნიკო. სატოკოს ახალგაზრდა ქმარი გამუდმებით დაკავებულია. აი, ამ საღამოსაც მას მერე რაც ცოლთან 10 საათამდე დაყო, ისევ საჭეს მიუჯდა. ღამე მშვიდობისა უსურვა და მორიგ შეხვედრაზე გაიქცა. სატოკოს ქმარი კინომსახიობია. გინდა არ გინდა, სატოკოს მაინც უწევს ასეთი ღამეების. მისი საქმიანი შეხვედრების ატანა, სადაც ცოლი ყოველთვის ზედმეტი აღმოჩნდება ხოლმე. რახანია მიეჩვია ტაქსში მარტო ჩაჯდომას და უსიგომეს კვარტალში ეულად დაბრუნებას. შინ 2 წლის ბავშვი ელოდება. და მაინც ამ საღამოს სატოკოს უცებ სურვილი გაუჩნდა. ცოტა გაესეირნა. საშინელება ამაღამ შინ მარტო დაბრუნება. შუაღამისას მათ სახლში. აკვიატებული აზრი იმის შესახებ, რომ სისხლის ნაკვალევი, რაც არ უნდა კარგად გაეწმინდათ, ისევ იქნება სასტუმროს ოთახში. გუშინ როგორც იქნა დასრულდა აუტანელი ფუსფუსი და შპოთვა. სიტყვებით შეუძლებელია გადმოცემა. ყველაფრის მერე რაც მოხდა და სატოკოს მაინც იმედი ჰქონდა, რომ მთელი დღევანდელი საღამო, როცა ორივესთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო გულის გადაყოლება, ქმარი მასთან ბოლომდე დარჩებოდა. მაგრამ პროდიუსერმა დაპატიჟა გვიან ღამით მაჯიანი სათამაშოდ და ამაღამ აშკარად აღარ დაბრუნდება შინ. სატოკო მართლა ლამაზი იყო. მომცრო ტანისა და საოცარი მომხიბლელობის გამო ჯერ კიდევ სკოლაში დაიმსახურა მეტსახელი ტერიერი. განუწყვეტელმა შიშმა და წვრილმანების გამო ნერვიულობამ არ მისცეს გასუქების საშუალება. სატოკოს მამა კინოკომპანიის დირექტორი გახდათ. ისე გამოვიდა, რომ ქალიშვილი კინომსახიობს გაუმიჯნურდა და საქმე იღბლიანი ქორწინებით დაგვირგვინდა. ჩვეულებრივი თავშესაქცევების გარდა, სატოკოს ნამდვილი გადაცება სხვათა სატკივარის გაზიარება იყო. მისი სათუთი ნატურა, ისე როგორც ფერწერულ ტილოზე, სათუთ სხეულთა და სახის ნაზ ნაკვთებში გამოსჭვიოდა. იმის გახსენება, მისი ქმარი ღამის კლუბში თავის მეგობარსა და მის ცოლს რაოდენ აზარტულად წვრილმანებში უამბობდა მომხდარს, გუნებას უშხამავდა. ბუნებამ სატოკომ მდიდარი წარმოსახვით დააჯილდოვა. მის ქმარს კი ამერიკულ კოსტიუმში გამოწყობილ ახალგაზრდა ჭაბუკს. წარმოსახვის ნატამალიც კი არ გააჩნდა. როგორც ჩანს, თუ წარმოსახვა სამუშაოს განუყოფელი ნაწილია, სულაც არ არის აუცილებელი. უქმეებზეც შეიწუხო თავი. რომ იცოდეთ, რა უნდა გიამბოთ. სრულიად იდიოტური ამბავია. ცდილობდა ორკესტრის ხმა გადაეფარა. ხელების ქნევით გაყვიროდა ლამაზი ქმარი. 2 თვის წინ ჩვენი ბავშვი ძიძა გამოგვიცვალეს. მის ნაცვლად მოვიდა ქალი. აი, ამ ხელამ მუცლით. ასე რომ გაიბერო ჭამით მუცელი, ფული არ გეყოფა კაცს. ესო გამოაცხადა. კუჭის დაჭიმვის ბრალიაო. ჰოდა იმას გეუბნებოდით. გუშინ წინ შუა ღამისას მე და სოტოკოს ჩვენ სასტუმრო ოთახში გვძინავს. უცებ ბავშვის ოთახიდან რაღაც კვნესა გვესმის. არა ადამიანური ღრიალი. წამოხვდით დაფეთებულები. იქ კი ეს ძიძა არ დახვდა? ხელებით ჩაფრენოდა თავის მუცელს და გაყვიროდა. გვერდზე შიშისგან გადაფითრებული ბავშვი ჭყიოდა. ვეკითხები, რა მოხდა? ის კი აკანკალებული ხმით მპასუხობს. გონი ვაჩენ, გავოგნდი. აქამდე ხომ დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ ხელა მუცელი კუჭის დაჭმვისაგან ჰქონდა. გვასხოვინა კიდეც ჩვენი დაუდევრობის გამო. წამოვაყენეთ. ხრებში შევუდეგით. ასე სამივენი როგორღაც მიურბოდით სასტუმრო ოთახამდე. იქ უკვე შუქზე შევხედე და კიდევ უფრო შემეშინდა. მისი თეთრი წინსაფარი სისხლში იყო მოსრული. ხალიჩა აუკეცე, რაღაც ძველი საბანი დავაგე და ზედ დავაწვინე. ის კი მთლიანად წებოვანი, ოფლი გაღრული, შუბლზე ძარღვებ დაბერილი. სანამ ექიმი გამოვიძახეთ, გააჩინა კიდეც. მთელი სასტუმრო ოთახი სისხლს მოესვარა. ნამდვილი კატასტროფა იყო. ო, კარგი ნაძირელა კი შეგიკეთლებიათ. გამომექომაგა მეგობარი. თავიდანვე დაგეგმა ყველაფერი. ნამდვილი მელაკუდაა.
გათვალა, რომ სახლში ერთი ბავშვი უკვე იყო და საფენებიც ბლომად იქნებოდა და რომ ასეთი საზიზღრობა ჯობს ცოტა პრესტიჟულ სახლში ჩაიდინო. ყველაფერი გაეთვალა, სანამ ჩვენ მოგვადგებოდა. მაშინაც კი როცა უფროსი ძიძა მოვიდა და დაკითხვა მოუწყო, მხოლოდ მოიღუშა. ბოდიშის მოხდა არც კი უფიქრია. გუშინ როგორც იქნა, საავადმყოფოში დავაწვინეთ, მაგრამ იქაც ნეტავ ვის სჭირდება ასეთი დოყლაპია. ახალშობილი როგორია? ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. მას რა ენაღვლება? ჩვენ სახლში ხომ დედამის ყბა არ გაუჩერებია. ჰოდა, მაგარი და წონიანი ბავშვი გამოვიდა. მე და სადოკო კიდევ მისი დედიკოს ძალისხმევის წყალობით წუხანდელი ღამის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ ნევრასთენიკები ვართ. რას ამბობ? დიდება ღმერთს, მკვდარი რომ არ დაიბადა. არ ვიცი. დედამისისთვის იქნებ უკეთესიც იქნებოდა, მკვდარი რომ დაბადებულიყო. სადოკოს ძალიან არაუცებდა ის სიმსუბუქე, რითაც მისი ქმარის შემთხვევითი ჭორივით ყვებოდა საშინელ სცენას, რომელიც გუშინ წინ მის საკუთარ სახლში განვითარდა. წამით მოხუჭა თვალები. ასე თუნდაც მცირე ხნით თავიდან ცილებდა ზმანებას, იმ მშობიარობის საზარელ სურათს. გონებაში ამოუტივტივდებოდა ჩვილი, გასისხლიანებულ გაზეთში გახოული, პარკეტის იატაკზე უმაქნისი, გრაგნილივით რომ ეგდო. ქმარს ეს ყოველივე არ დაუნახავს. ექიმი განგებეგცეოდა ახალშობილს დაუდევრად, დედამისის ზიზღით, რომელმაც უმამოდ გააჩინა შვილი ასეთ არანორმალურ პირობებში. უსიტყვოდ, მხოლოდ ნიკაპით მიანიშნა იმ მხარეს, სადაც ძველი გაზეთები ინახებოდა. მისმა თანაშემწემ ერთ-ერთი აიღო, ბავშვი მასში გაახვია და პირდაპირ იატაკზე დადო. მაშინ თითქოს რაღაცა ბასრმა გაუელვა სადოკოს სათდგულში. ყოველგვარი მტრობა დაივიწყა და წყნარად, ისე რომ ვერავი შეემჩნია, სავარძელში მიაწვინა. ამ ქვეყნად ყველაზე ნაკლებად ისუნდოდა სადოკოს, რომ ქმრისთვის რაიმე პრობლემა შეექმნა. ამიტომაც მტკიცედ გადაწყვიტა, არ დაეძრა მის გულში ღრმად ჩამჯდარი და ახლა მეხსიერებაში ამოტივტივებული ზმანების შესახებ. ამ ღამითაც სადოკოს ღიმილიც არ მოსწილებია სახიდან. საგულდაგულოდ ცდილობდა, ხელვარების გაურკვეველი განცდა მოეცილებინა თავიდან. გაზეთში გახოული, იატაკზე დაგდებული ბავშვი, ყასფის დახლიდან გამოტანილი, გადასახვევი ქაღალდი, გასისხლიანებული გაზეთის ფურცელი, სახვევი გაზეთისგან საბრალო ბალღი. თითქმის არავითარ გაღიზიანებას არ განიცდიდა სადოკო უბედური ძიძის მიმართ. მძაფრი განცდა ეუფლებოდა, თითქოს სწორედ ის, სადოკო, რომელსაც ბავშვობაში არაფერი კლებია, ახლა ეს უბედური ბავშვი იყო. კაცმა რომ თქვას, ფიქრობდა სადოკო, მხოლოდ მე ვიყავი ამ სცენის მოწმე, ჩვილისა გასისხლიანებულ გაზეთში. შეიძლება დედამისსაც დაენახა ეს და თვითონაც ეგრძნო ყველაფერი, მაგრამ ჩვენ სამს შორის მხოლოდ მე მომიწევს მისი საზარელი დაბადების ამ სურათის შენახვა მეხსიერებაში, სიცოცხლის ბოლომდე. რომ გაიზრდება, იქნებ ხალხმა უამბოს, როგორ დაიბადა, როგორ გამოიყურებოდა იმ დროს. ალბათ, რა საშინელება იქნება, მის თავში რა დადრიალდება, მაგრამ არა, ყველაფერი კარგად იქნება. მე ნამდვილად არ გავცემ საიდუმლოს, რომელიც მხოლოდ თავად ვიცი. ბოლოს და ბოლოს მე ხომ მისთვის სიკეთე ჩავიდინე, ფლანელში გავახვიე, იატაკიდან სავარძელში გადავაწვინე. სადოკო დუმარებაში ჩაიძირა. ღამის კლუბის კარის წინ მისმა ქმარმა მძღოლს მიაძახა უსიგომეში. სადოკო მანქანაში შეაცილა და კარი გარედან მიხურა. მინის მიღმა წამიერად გაიელვა მისმა ღიმილმა, ჯანსაღი თეთრი კბილების ორმა მწკრივმა. ჩემსა და შენს ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს რაიმე შფოთი. ეს აზრი საშინელი დაღლილობით შემოეძალა სადოკოს და მისი სხეული სავარძლის საზურგეზე გადააწვინა.
უკან მიიხედა, ისევ ქმარი დაინახა, არც კი მობრუნებულა. მაშინვე იქით გაემართა, სადაც მისი ნეში იდგა და ტვიდის პიჯაკი გაუჩინარდა. ბრბოს შეერია. თეატრში ისის იყო სპექტაკლი დასრულდა და ნეონის რეკლამების შრახნები ერთმანეთის მიყოლებით ტალღოვნად ქრებოდა. მაყურებლის ნაკადი გამოედინა ბინში. პირდაპირ თეატრის შენობის წინ რამდენიმე ალუბლის ხე იდგა. სატოკოს უცებ მოეჩვენა, რომ ტოტებზე გამწკრივებული ფითქინა თეთრი ყვავილები მხოლოდ და მხოლოდ ჭუჭყიანი ქაღალდის ნაგლეჯები იყო და მაინც ის ბავშვი ისევ ერეოდა გონებები. როგორც უნდა გაზარდო ადამიანი, მისგან ხეირი არ გამოვა, ვინც არაფერი იცის თავის დაბადების შესახებ, ხოლო ჭუჭყიანი გაზეთის სახუები შეიძლება მთელი მისი ცხოვრების სიმბოლოდ იქცეს. ნეტავ, რად ვღელავს ხვისი ჩვილის ცხოვრებას. ვინ იცის, იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარის მომავლის გამო მეშინია. გავა 20 წელი, ჩემი შვილი ბედნიერი გაიზრდება, ნორმალური ადამიანი დადგება, მაგრამ უცებ ბედისწერის წყალობით ის უბედური ბავშვი. მაშინ უკვე 20 წლის ჩემს ვაჟს სადმე გადაეყრება და რამეს დაუშავებს. თბილი, ცოტა ღრუბლიანი აპრილის საღამო იყო, მაგრამ ამის გაფიქრებაზე ზურგში თითქოს ცივმა შრუანდელმა დაუარა. ყველაფერი შეიცვლება 20 წლის შემდეგ. 20 წლის შემდეგ მე თვითონ უკვე 43 შემისრულდება. უბრალოდ ვალდებული ვიქნები. ყველაფერი ვუამბო იმ საბრალოს. ვუამბო, როგორ შეუცვალე ჭუჭყიანი გაზეთები ფლანელის სახვევით. ტაქსი ფართო გზაზე მიაქროლებდა. სკვერის გასწვრივ. ფანჯარაში ბირუ ჰაისის სათამჯენების შორეული ნათება მოჩანდა, მაგრამ მთელი ეს 20 წელიწადი უბედური, საშინელი ცხოვრებით იცხოვრებს. თაგვივით გაიყინება, სურვილების, ფულის გარეშე, წლიდან წლამდე დაანგრევს თავის ახალგაზრდა ორგანიზმს. ასე შობილ ბავშვს სხვა მომავალი უბრალოდ ვერ ექნება. მამის წყევლაში, დედის სიძულვილში გალევს დღეებს, მუდამ მარტოხელა ადამიანი. ჩანდა ამ რუმე ფიქრებმა განსაკუთრებით მტკივნეულად შეარხიეს რომელიღაც სიმი ღრმად სატოკოს სულში. სხვანაირად იმ ბავშვს რატომ უნდა დაეპყრო ასე მისი გონება, რაში სჭირდებოდა თავის წარმოსახვაში მისი მომავლის ასე დაძრულებით აღწერა. ხანძომონის სადგური ჩამოიტოვეს. ტაქსი ინგლისის საელჩოს შენობას უახლოვდებოდა. სატოკოს თვალწინ აყვავებული საკურას ხეივანი გადაიშალა. უცებ გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის ახირების უფლების მიცემა. მოუნდა მარტოკა დამტკბარიყო ალუბლის ღამეული ყვავილობით. გაეშვა ტაქსი, შვიდად ემზირა დაფურცლელი ყვავილებისთვის და მერეღა წასულიყო სხვა მანქანით, აქ ხომ იმდენი დადის. მართალია, მისი უსუსური ბუნების გათვალისწინებით ეს მეტისმეტად სერიოზულ ავანტიურად გამოიყურებოდა. შფოთვიანი ზმანებები კვლავ ჩდებოდა მის ცნობიერებაში ზუსტად ისევე როგორც ჩვეულებრივ დღეებში. მომცრო ტანის ახალგაზრდა ქალი ტაქსიდან გადმოვიდა და ეულად დადგა გზის პირზე. მანქანების ტალღამ ჩაუარა. გული ისე უცახცახებდა ბუნდოვანი წინათგრძნობით, მაგრამ თავისუფლების უჩვეულო განცდამ აავსო და ერთი ამოსუნთქვით გადაკვეთა გზა. თითქოს სხეულით ჭრიდა ღამეში ავტომანქანების ნაკადებს ჭალისკენ, რომელიც უძირო ხრამის თავზე დაკიდებულიყო. ეს სენტე გაფუსის სკვერი იყო, ჩიტების მორევი. გაშლილი ყვავილები სიქათქათეს აფრქვებდნენ ალუბლის ტოტებს, თითქოს გაქოვებულიყვნენ, ერთმანეთს ჩაკირვოდნენ სამარაჯამოდ. შესასვლელთან ქაღალდის სანათური ჩაქრა, მის ნაცვლად წითელი, ყვითელი, მწვანე შიშველი ელექტრონათურები დაჟინებით იმზირებოდნენ ტოტებიდან. 10 საათს კარგახანია გადასცენოდა, სულ უფრო იშვიათად ხდებოდნენ საკურას მოყვარული მოსეირნეების ფიგურები. სკვერის მდუმარებას შიგადაშიგ თუ არღვევდა მიწაზე დაყრილი ქაღალდის ნაგლეჯების შარიშური, ან გვერდზე
წიხლით გაგდებული რკინის ქილის წკრიალი, ქაღალდი, გასისხლიანებული გაზეთის ფურცელი, უბედური ადამიანური შობა. ვინმეს ასეთი რამის დამნახავს, უცებ რომ გაეგო, მისი დაბადებაც ამგვარი იყო. მთელი შემდგომი ცხოვრება უეჭველად დაღმა წაუვიდოდა. ამიტომაც მე სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც შემთხვევით შევიტყვე ასეთი საიდუმლო, იძულებული ვიქნები ის ჩემს გულში დავიმარხო. მდიდარი ფანტაზია დაეხმარა სადოკოს, გასული დღის შიში მიევიწყებინა. გარშემო მშვიდი წყვილები დასეირნობდნენ. არავის თავში აზრადაც არ მოუვიდოდა მისი შეწუხება, რაიმე ზიანის მიყენება. ერთ-ერთ წყვილს ყვავილების სქერა მოჰბეზრებოდა. თხრილის ნაპირთან ქვის სკამზე ჩამომსდარიყვნენ და მდუმარედ ჩაჰყურებდნენ უფსკრულს. იქით იყურებოდნენ, სადაც წყლის ზედაპირსაც კი მძიმე, პირქუში ჩრდილი ფარავდა. ზემოდან, მიწაყრილიდან კედლად აღმართულიყო იმპერატორის სასახლის ტყე. ბნელი ჰორიზონტი უმცირესი ნაკეცის გარეშე, ხეების ნაპირს ღრუბლებით დაფარული ცისგან კვეთდა. სადოკო აუჩქარებლად დაბორიალებს ბნელ ხეივანში აყვავებული ხეების ქვეშ. თავზემოთ დაკიდებული ყვავილები უცნაურ სევდას ბადებენ. მოულოდნელად ბნელში ჩანთქმულ ერთ-ერთი ქვის სკამზე რაღაც თეთრი მოეჩვენა. ეს რაღაც სულაც არ იყო ჩამოყრილი ყვავილების გროვა, არც ქვის შვერილი. სადოკო მიუახლოვდა, ბინში ჩაფლულ სკამზე ვიღაცას ეძინა. ეს კაცი მთვრალი არ იყო. სადოკოც ამას მაშინვე მიხვდა, როგორც კი შენიშნა, როგორ საგულდაგულოდ ეწყო მძინარის ქვეშ გაზეთები. აი, რა ანათებდა სიბნელიდან მიხვდა სადოკო. სადოკოს წინაშე ყავისფერ ჯემბრიანი მამაკაცი იწვა, რომელსაც სკამზე ფენა-ფენა ძველი გაზეთები დაელაგებინა და ქვაზე მოკუნტულიყო. ჩანდა გაზაფხული სადგომასთან ერთად აქ ეპოვა საცხოვრისი. რაღაც გაუცნობიერებელ მდგომარეობაში მყოფი სადოკო სკამის წინ გაჩერდა. ძველ გაზეთებში გახულმა ადამიანმა უცებ მოაგონა ჩვილი, გაზეთში გახოული და იატაკზე დატოვებული. თვალის შეავლო კარგახნის დაუერცხნელ, კულულებად დაჭრალ თმას. სიბნელეში ჯემპრის სამხრეების ზემოთ-ქვემოთ ათი ჩადიოდა მძინარის სუნთქვის კვალდაკვალ. ისევ უწინდებური შფოთვა და შიში, სადოკოს სათუთ გულში ტანჩვად დაბადებული, მის წინაშე უფრო ნათლად წარმოჩნდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა სახეზე გაჩენილი ნაოჭების მიხედვით, რომლებიც სიბნელეში ძლივს იკვეთებოდა, ნათლად იკითხებოდა უპოვრობის ხანგრძლივი წლები. ხაკისფერი შარლის ტოტები მსრუნველად ჰქონდა აკეცილი, მაგრამ სპორტული ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე ამოცმული დიდი ხანია გაცვეთოდა. სადოკოს მოუნდა ამ სახეს უფრო ყურადღებით დაკვირვებოდა. ოდნავ გადათხრილი, ხელისგულით დაფარულ სახეს ჩააჩერდა. ახალგაზრდა აღმოჩნდა გადასხლეტილი წარბებით და სწორი ცხვერით. სულ უფრო მიახლოვებული სადოკო მოულოდნელად გაზეთს წამოედო, რომელიც უცნობს ლოგინა დეფინა. ქაღალდის მკვეთრმა შარიშურმა შავი მდუმარება გაკაწრა. მამაკაცმა გაიღვიძა, სიბნელეში მისმა თვალებმა გაიელვა და უშველებელი ხელი სადოკოს მაჯაში სვდა. არავითარი შიში არ უგზნია, არც კი უცდია თავი გაეთავისუფლებინა. გონების განათების რაღაც მომენტში სადოკომ ესხა გაიფიქრა, აი რა ყოფილა. გამოდის უკვე გავიდა ის 20 წელი და იმპერატორის სასახლის შავი ტყე მკვდარმა სიჩუმემ წალეკა. წიგნის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.